თმის წვენა ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც დიდი პრობლემაა და თან ვერ აგია. საქმე იმაში რომ ბევრი თმები რო აქვს დაახლოებით 120,000 ღერი შეიძლება ნახევარი ისე გასცვიდეს ადამიანს რომ მე მიხვდეს რომ თმის წვენა დამწყებია. კაცების დიდი პრობლემაა ხოლმე ეგ და როცა ყურადღების მიქცევას იწყებენ გვიანია ხოლმე ქალებისთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქალები მალევე ამჩნევენ რომ თმები შემითხენ და ან სააბაზონოში მეტი თმები ყრია ვიდრე ეყარა. სხვა მიზეზები აქვს სხვა შორის კაცების თმის წვენას და ქალების და საინტერესოა ძალიან. კაცების შემთხვევაში ეს არის ტესტოსტერონი. ოღონდ ეს რომ მელოტი კაცები მაღალ ტესტოსტერონიანები არიან არ არის სიმართლე. ეგ ის არის კაცების გასამხნევებლად მოგონილი ტყუილია. სინამდვილეში არა, ორი ერთნაირი ტესტოსტერონიანი კაცი, ერთი შეიძლება სავსე იყოს თმებით და მეორე შეიძლება იყოს მთლიანად უთმო, გადაპრიალებული კანით. ტესტოსტერონის საერთო რაოდენობაზე არ არის კავშირში. ეს დაკავშირებულია დიჰიდროტესტოსტერონზე. ეს არის მამაკაცური ჰორმონის ერთ-ერთი ფორმა, მოკლედ, რომელიც კაცში წარმოიქმნება, სისხლშიც არის და ძლიერია, მოკლედ, ტესტოსტერონის ეს ფორმა და კაცში არის ძალიან აქტიური, მოკლედ და თმის ფოლეკულებს ნელ-ნელა უტევს და აზიანებს. ხო და ზოგიერთი კაცი არის მეტად მგრძნობიარე ამ დიჰიდროტესტოსტერონის მიმართ, ზოგიერთი კაცის კანი არის ნაკლებად მგრძნობიარე და მაგაზია დამოკიდებული, ან გენეტიკურად რამდენად მგრძნობიარე ხარ იმ ჰორმონის მიმართ. და არა იმაზე, რომ მეტი ტესტოსტერონი გაქვს თუ ნაკლები ტესტოსტერონი გაქვს. მეორე ის არის, რომ მაშინ იტყვის ადამიანი თუ ეხლა მე უფრო მეტად მგრძნობიარე ვარ, რატო მაშინ ვერ ცვიდება ყველა კაცს თმები, ან იმ ადამიანს ვისაც მგრძნობიარე. იმიტომ რომ დრო ჭირდება მაგას. ანუ დრო ჭირდება, დროსთან ერთად თან ნელ-ნელა კანში ანთება იზრდება, ოქსიდაციური სტრესი იზრდება, ტოქსინების ზემოქმედება იზრდება, ანუ გარემო პირობებიც უშლის ხელს თმის ზრდას, არა მარტო ტესტოსტერონი, დიჰიდროტესტოსტერონი და ამიტომ არის რომ როცა ემატება ეს ყველაფერი ერთმანეთს, კუმულაციური ეფექტია და კი, ხო, მალევე თმის წვენა შეიძლება დაიწყოს ნელ-ნელა 20 წლიდან და უფრო ადრეც. ხო, და შეიძლება 30 წლისთვის უკვე კაცს თმები აღარ ქონდეს. მარტო დაახლოებით 30-40%-ია არც კი ის ადამიანები, ვისაც თმები მნიშვნელოვნად არ ცვივა. თორე უმეტესობა კაცებს გვცვივა სამწუხაროდ. ქალებსაც მენოპაუზის შემდეგ ქალებს ეწყებათ თმის შეთხელება. ეს ქალური ჰორმონები, ესტროგენები იცავს მოკლედ თმის ფოლიკულებს იმისგან რომ ტესტოსტერონი არ იმოქმედოს და მენოპაუზის მერე რა ხდება? ხდება ის რომ ტესტოსტერონი უფრო მეტად იმატებს, ყოველ შემთხვევაში უფრო აქტიური ხდება და მეორეს მხრივ კიდე ესტროგენების დამცავებით ფუნქცია აღარ არის, იმიტომ რომ ესტროგენები აღარ აქვს ქალს, ანუ ქალური ჰორმონები მცირდება და მენოპაუზა რომ იწყება მაგ პერიოდში და ანუ ქალის თმები აღარაა დაცული, მაგრამ იმ დონეზე დაცული მაინც არის რომ კაცივით არ ემართება, რომ კაცებს ესე თმის ხაზი უკან მიდის დროსთან ერთად, მე საფეთქლებთან გვცვივა თმები და ეს უკან შესაბამისად ესე არა აქვთ ქალებს, მაგრამ მთლიანად მთელი თმები უთხელდებათ ქალებს. ხო, კაცებს აქვს დაცული ადგილები, აი გვერდებზე მაგალითად უკან გინახიათ რომ ანუ კაცის თმის წვენას აქვს თავისი ტიპი, ფორმა, რომ აი ეს გვცვივა თმები, რომ თხემთან გვცვივა მრგვლად და საფეთქლებთან და ეს თმის ხაზი უკან იწევს ნელ-ნელა, ანუ დიდი და დიდი შუბლი უშავს კაცს. რაც არ არის კარგი, რა თქმა უნდა, მაგრამ რას ვიზავთ ეს ხდება. ხო, და იტყვის ადამიანი რომ მაშინ აბა რატო არის რომ ესე მცვივა თმები და არა მთლიანად რატო არ მცვივა თმები? ხო, იმიტომ რომ კაცების გარკვეული უბნები თმების, აი მაგალითად იგივე კეფასთან, აქ უკან, აი ეს ნაწილები მაგალითად არ არის მგრძნობიარე იმ ჰორმონის მიმართ და ამიტომ დაცულია და ამიტომ არის რომ ხო ზოგი ადამიანი შეიძლება მოწლოპინდეს ბოლომდე 40 წლის ასაკშიც, მაგრამ ზოგი ადამიანს უნარჩუნდება, უმეტეს ადამიანს ყოველ შემთხვევაში რაღაც რაოდენობა თმები უნარჩუნდება სიბერემდე. და ესეც ჩვეულებრივი ამბავია და ეხლა კიდე ერთი პრობლემა, რაც ქალებს ემართებათ ხოლმე, არის სტრესი. სტრესის დროს თმები ცვივა. და ხშირად იციან ხოლმე რომ აი სტრესი დამემართა და თმები გამცვირდა ან ორსულობაში, ან როცა წონაში იკლებენ, ან როცა სათანადოდ არ იკვებებიან, ან როცა ანემია აქვთ, ან როცა წონაში ძალიან მოიმატეს მაგალითად, ან როცა დიაბეტი აქვს. სტრესი არის ძალიან დიდი პრობლემა, მოკლედ თმებისთვის. ეხლა რაშია საქმე? თმები არის, ესე ვთქვათ, ლაქშერი მოვლენა, თმები არ არის სასიცოცხლოდ გადამრჩენელი, ამიტომ ადამიანის ორგანიზმი არ არის მოწყობილი ისე რომ თმებზე გააკეთოს პრიორიტეტი, არამედ მისი პრიორიტეტია რომ გადარჩეს და თუ გადარჩენა, როცა საკვების დეფიციტი აქვს ადამიანს და ცილების დეფიციტი აქვს და რკინის დეფიციტი აქვს,
არ ხარჯავს იმისთვის, რომ ახალი და ახალი თმები აწარმოოს ძალიან აქტიურად და ამიტომ რომ სტრესის დროს და ისეთ სიტუაციებში, როცა ნუტრიენტების დეფიციტი აქვს ადამიანს ქალს განსაკუთრებით, ეს თმის ზრდა უმცირდება, უთხელდება და ცვივა ხოლმე, თუმცა კაი ამბავი ის არის, რომ 3-6 თვეში ისევ აღდგება, თუ მოაწესრიგებ, თუ სტრესი შეგიმცირდება, თუ მოაწესრიგებ შენს კვებას და მიიღებ რაც საჭიროა მინერალებს, ვიტამინებს ან რაც გაკლია და ჰორმონული ბალანსიც იქნება, ასეთ შემთხვევაში აღდგება მოკლედ ეგ ყველაფერი და ეს ძალიან კარგი ამბავია, ანუ ქალები ბევრად წინ ხართ ამ ამბავში განვითარებულები და ქალების თმას უფრო ნაკლები საფრთხე ემუქრება ვიდრე კაცებისაც. და სანამ ვიტყვით რა უშველოდ, მანამდე ვთქვათ, რა დროს ეშველება. ეხლა პირველი, რაც ძალიან ნათლად უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ ეხლა როცა პრიალებს კანი უკვე და ესეთ ძალიან გამელოტებული ადამიანი, იმას არ ეშველება არაფერი, ან რაც არ უნდა წაუსვა, რაც არ უნდა დალიოს, თმას ვერ ამოუყვან ეგეთ ადამიანს, ეგ ნიშნავს, რომ თმის ფოლიკულები უკვე მოკვდა, მოკლედ, აღარ არსებობს და მის ადგილას ჩანაცვლა ფიბროზული შემაერთებელი ქსოვილი, ანუ ის სადაც თმა უნდა გაიძარდოს, აღარ არსებობს, არც ის გარემო არ არსებობს, სადაც თმა უნდა გაიძარდოს. ამიტომ იმის ილუზია, რომ ვიღაცა რაღაცას დალევს ან წაისმევს და მთლიანად თავი თუ გამელოტებულია თმები ამოვა, მაგის ილუზია არ უნდა კონდეს ადამიანს, შეგვოს ფსიქოლოგიურად ვეგუები, მე თუ ეგრე დამემართება, მზად ვიქნები, რომ გამოვიდე ხოლმე ისე. ეხლა მეორე ვის ეშველება? ეშველება განსაკუთრებით ადამიანს თუ ახალგაზრდა ასაკში დაიწყებს, ეშველებათ ქალებს ძალიან კარგად მოკლედ ქალების შემთხვევაში და ეშველებათ კაცებსაც ასე ვინც როგორ იცი რომ აი რო ხედავ რომ ეს თმები კი გიმცირდება, მაგრამ ცოტა წვრილი ბუნდღლები როცა გააქვს მოკლედ მაგ დროს გეშველება ეგ ნიშნავს რომ თმის ფოლიკულები ისევ არსებობს, თმები ამოდის, ond მინიატურიზაცია ქვია, ან თმების ფოლიკულები პატარავდება და ბოლოს ქრება და ბოლოს კვდება და რო კვდება მერე იმას აღარაფერი აღარ ეშველება, იქ ფიბროზული ქსოვილი ვითარდება, რომელსაც თმის ზრდის უნარი საერთოდ არ აქვს. და ანუ პატარა თმები თუ გააქვთ თხელი და უსუსური, ეგ ნიშნავს რომ ჯერ კიდე შველა შეიძლება და მაგ დროს უნდა დაფაცურდე, მოკლედ მაგ დროს უნდა უშველო თმებს. ეგ არის რისი გაკეთებაც შეგიძლია. ამიტომ აქტიური მკურნალობა ჭირდება მოკლედ იმას, ვისაც აი ჩემი შემთხვევა არის რომ აი აქ ზღურულად არის რა, რომ შველა შეიძლება, მაგრამ ბოლომდე არა. ახალგაზრდები ვინც არიან ესე 20-25-30 წლამდე ბიჭები, რომელსაც ჯერ კიდე თმები კარგად აქვს და ჯერ კიდე შესამჩნევი არაა რომ ცვივათ, იმათთვის ძალიან კარგია და შეუძლიათ რომ თითქმის თუ კი ეხლა დაიწყებენ მკურნალობას, მთელი ცხოვრება თმები კონდეთ მოკლედ და თუ კი ჩემზე უარესად აქვს ადამიანს, აი ჩემი შეიძლება ჩავთვალოთ რომ წყალგამყოფი, აი ამის იქით, აი ეს შემიძლია გაჩვენოთ. ამის იქით მოკლედ აღარ ეშველება თმებს. ჩემსასაც შესაძლებელია, ოღონდ ანუ შეანელო რა, ანუ შეანელო თმის ცვენა. ის არა რომ ეხლა ეს მაგალითად 20 წლის ბიჭისავით ამოიყვანო თმები ისე რაღაცა. ეგ არა ძალიან ძნელია, მაგრამ შესაძლებელია რომ შეანელო მნიშვნელოვნად, ისე რომ ყოველ შემთხვევაში ასაკში თმები გქონდეს. ხო, ეხლა რისი გაკეთება შეიძლება საბოლოოდ ვთქვათ. პირველ რიგში ვთქვათ ქალების, იმიტომ რომ ქალების საკითხი ბევრად უფრო მარტივი. მარტივი არა ძალიან, მაგრამ ბევრად უფრო კარგი პროგნოზით და ამ ქალებით დავიწყოთ მოკლედ. ქალების შემთხვევაში, სულ რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს. ერთი სტრესი, თუ სტრესია, სტრესი დაძლევდა ეგ არის. თუ მინერალების დეფიციტია, ერთი მთავარი არის ფერიტინის დონე, ანუ სისხლში ფერიტინის დონე განისაზღვრება ხოლმე და შეიძლება იყოს ნორმის ქვედაზღვართან ახლოს და ნორმაში იყოს მაინც და მაგრამ თმებისთვის ფერიტინი უნდა იყოს ოპტიმალურ დონეზე, ამიტომ ნორმის ქვედაზღვარი თუ არის ფერიტინი რკინა გვჭირდება მეტი. ეს ერთი ქალებმა რაც უნდა გააკეთონ, ანუ რკინა. მეორე არის D ვიტამინი. D ვიტამინიც ასეა, ან D ვიტამინი შეიძლება ნორმის ქვედაზღვართან იყოს, მაგრამ ოპტიმალური უნდა იყოს, სუბოპტიმალური არა, ოპტიმალური დონე უნდა იყოს, რომ თმის ზრდა იყოს ჯანსაღი და თანაბარი. ქალისთვის მნიშვნელოვანია ასევე ცილების მიღებაც და რაც შეეხება დასალევად გოგრის, თესლის, ზეთის კაფსულების მიღება შეიძლება ყოველდღე და ეს ეხმარება. მეორე სოუპალმეტო, ეგეთი საკვები დანამატია, რომელიც ეხმარება, ასევე და როზმარინი. ესეც მნიშვნელოვანია, ეხმარება, ესეც მზეთი. ხო. ქალების შემთხვევაში ძირითადად ეს არის, ანუ ვიტამინებით, მინერალებით და ამ რამდენიმე საკვები დანამატებით ქალის შველა შეიძლება თუ ეხლა ცოტა უფრო გართულებულადაა, მაგალითად, თუ ქალს აქვს ინსულინ რეზისტენტობა, ან დიაბეტი, ან ძალიან ჭარბწონიანი ან მსუქანია, მაშინ წვანში უნდა დაიკლოს, ინსულინ რეზისტენტობა უნდა მოაწესრიგოს. რატო? ინსულინ რეზისტენტობის დროს ინსულინი არის მაღალი
და ინსულინი რომ არის მაღალი, ინსულინი ჯერთი რომ მაღალი ინსულინი ჯამში ორგანიზმში ანთებას იწვევს და ეგ პრობლემაა მათ შორის თმის ფოლიკულებისთვისაც. მეორე რომ მაღალი ინსულინი სასქესო ჰორმონის შემბოჭველი ცილები ქვია, ესეთი ცილებია, რომელსაც გადააქვს მოკლედ ეს ტესტოსტერონი რაღაც დაუკავშირდება და ანეიტრალებს სასქესო ჰორმონებს. ეგეთი ცილა და მაგ ცილის დონე მცირდება, როცა ინსულინი იმატებს და შესაბამისად ტესტოსტერონი იმატებს ქალებში მაგ დროს. ამიტომ ქალებს, რომელსაც აქვთ ინსულინ რეზისტენტობა, პოლიცისტური საკვირცხის სინდრომი, დიაბეტიც არის პრობლემა ასევე. ამ ადამიანებს, ამ ქალებს აქვთ თმის ცვენის პრობლემები ხშირად და ჭარბიწონაც მნიშვნელოვანი პრობლემაა კიდე, რომელიც ხშირად ასოცირებულია ინსულინ რეზისტენტობასთან. და როცა ესეთი პრობლემები აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა, წონის პრობლემის მოგვარება ეს ერთი, მეორე არის რომ ინსულინის დონე უნდა დავაქვეითოთ, ეგ არის და მესამე ნუტრიენტებით ხელი შეუწყოთ. ნუტრიენტები კიდე ერთხელ რკინა თუ დაბალია, D ვიტამინი თუ ნორმაში არ არის, დანამატებიდან თუ ის გოგრის თესლის ზეთი, საუპალმეტო და როზმარინი. ეს სამი ყველაზე კარგი ეფექტი აქვს მოკლედ ამ კომბინაციას, ან რომელიმეს ჩართვას, ან რაც საჭიროა იმას თუ რისი დეფიციტიც აქვს. აი ეს არის ქალების შემთხვევა. ქალების შემთხვევაში უმეტესად ძალიან კარგად სრულდება ეს ყველა. ეხლა რაც შეეხება კაცებს. კაცებში ოქროს სტანდარტი არის მოკლედ ესეთი რაღაც. ოქროს სტანდარტი ნიშნავს, რომ ყველაზე კარგად რაც მუშაობს. აქ ერთი დიდი მაგრამით არის და გეტყვით მაგრამსაც, მაგრამ ვისაც უღირს შეუძლია გარისკოს. კაცებში პირველი არის ფინასტერიდი, მოკლედ. ფინასტერიდი არის ძალიან ეფექტური. ეს ბლოკავს 5 ალფა რედუქტაზას, ეს არის ფერმენტი, რომელიც წარმოქმნის ტესტოსტერონიდან დიჰიდროტესტოსტერონს და ბლოკავს დაახლოებით 70%-ით. და ძალიან ეფექტურია, მოკლედ. ანუ კაცი თუ იღებს დღეში 1 ცალ ფინასტერიდს, ძალიან ეფექტურია, პრაქტიკულად წვეთს თმის ცვენას და ხელს უწყობს, რომ ახალი თმები წამოვიდეს და ძალიან ეფექტური წამალია ფინასტერიდი. მეორე არის მინოქსიდილი. მინოქსიდილი არის ადგილობრივი, ასე წასასმელია, მოკლედ. შამპუნებიც არის 5%-იანი, ძირითადად უფრო დაბალი პროცენტიანებიც არის. და ეგ რას აკეთებს? სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს თმის ფოლიკულებში და თმის ზრდის ფაზის გაძლიერებას იწვევს. და მესამე არის კეტოკონაზოლის შამპონი, 2%-იანი, რომელიც ადგილობრივად ანთებას ამცირებს და ადგილობრივად ასევე დიჰიდროტესტოსტერონის აქტივობას ამცირებს და თმის ზრდას ხელს უწყობს. აი ეს სამი კომბინაცია მიიჩნევა ოქროს სტანდარტად. ფინასტერიდი, მინოქსიდილი, კეტოკონაზოლის შამპუნი. ეხლა პრობლემა რაშია? პრობლემა არის ერთი და დიდი, ძალიან. ჩემი აზრით დიდი და ეხლა რავი ზოგისთვის არა. ფინასტერის აქვს რისკი სექსუალური პრობლემების, ანუ იმპოტენციის რისკი აქვს მოკლედ. ეხლა რაშია საქმე, რომ ეს ფინასტერიდი ხო ბლოკავს დიჰიდროტესტოსტერონის წარმოქმნას, მაგრამ დიჰიდროტესტოსტერონი მნიშვნელოვანია ასევე მამაკაცური პოტენციისთვის. და აი ეგ არის მანდ ყველაზე მთავარი რა, რომ ზოგ ადამიანში 1-2%-ში ცოტაა, მაგრამ ანუ შეიძლება თქვა, რომ ცოტაა, მაგრამ იმ ადამიანს უთხარი ცოტა, ვისშიც იმპოტენცია გამოიწვია, ხო? ანუ იმისთვის მთელი ცხოვრებაა ის. ანუ ისედაც კაცებს ასაკთან ერთად სქესობრივი პრობლემები აქვს და იმპოტენციის პრობლემა აქვს და დამატებული ახლა ის რომ მიიღოს ფინასტერიდი და სექსუალური პრობლემები გამოიწვიოს კაცში, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ამიტომ არის რომ სიფრთხილით ეკიდებიან, მოდი რბილად ვთქვათ, კაცები და თან კიდე რჩევაც ძნელია, იცი, რომ ადამიანს უთხრა, რომ მიიღე წამალი, რომელიც კი ოქროს სტანდარტია, მაგრამ თმებს თუ შეწირა ყველაფერს, ხო, მაგრამ იმ 1-2%-ში რომ მოხვდე, კი, როგორ მიანებებ თავს და უმეტეს შემთხვევაში 70% შემთხვევაში ისევ დაუბრუნდება კაცს პოტენცია, მაგრამ რომ მიანებოს თავი და აღარ დაუბრუნდეს მერე პოტენცია, ხო, აი თუნდაც იქაც რომ გამონაკლისში მოხვდე, ანუ აუტკივარი თავის ატკიებაა და ამიტოა ყველაზე დიდი პრობლემა ფინასტერიდის მიღება, თორე ფინასტერიდი ყველაზე ეფექტურია. მეორე, მინოქსიდილი და მესამე კეტოკონაზოლის შამპუნი და მათი კომბინაცია სამივე ერთად. როცა იწყებ მოკლედ ამ კომბინაციას 4-6 თვეში უკვე სტაბილიზაციას გრძნობ, 12 თვეში უკვე გრძნობ, რომ თმები გაგისქელდა და უკვე 2 წლის თავზე თმები მეტად გაქვს და საგრძნობია რა და ეფექტურობა მაღალია. თმის ცვენას თითქმის 90% შემთხვევაში აჩერებს ფინასტერიდი, მარტო მინოქსიდილი ეფექტურობა არის 40-დან 60%-მდე.
და ნუ კომბინაცია თითქმის 85-95%-იან ადრეულ ეტაპებზე, თორე ახლა თუ ადამიანი კიდე ერთხელ თუ ადამიანის პრიალად მელოდი თუა ისე რომ უპრიალებთ ხოლმე თავი, ესე თუა არა ვერ უშველს რა თქმა უნდა იმას და ახლა მაგის ილუზია არც უნდა გქონდეს, არც უნდა ვეცადოთ მაგ დროს ახლა. ხო. და ახლა რა თქმა უნდა კაცი იტყვის რომ კაცი და ქალის ხო რა თმინდა რისკიანი პრეპარატი, ხო? ანუ რისკიანი არ გვინდა, მაგრამ გასაგებია ის ძალიან ეფექტურია, მაგრამ ვინაიდან ეს გვერდი ეფექტი აქვს, მოდი ამოვიღოთ ის. რისი გაკეთება შეიძლება ესეთ დროს? ბუნებრივი საკვები დანამატებით შესაძლებელია ეს კომბინაცია სოუპალმეტო, გოგრის თესლის ზეთის საკვები დანამატი და ისე თუთია, ცინკი. ეს სამი კომბინაცია მიიჩნევა რომ არის ეფექტური. ვერ არის ისეთი ეფექტური, მაგრამ ეხლა რაშია საქმე. სოუპალმეტო ამცირებს ამ დიჰიდროტესტოსტერონის რაოდენობას DHT-ს, მაგრამ არა ისე როგორც ფინასტერიდი, ანუ ისეთი ძლიერი არ არის. გოგრის თესლის ზეთის ამცირებს DHT-ს და თუთიაც ამცირებს ცოტათი და თან კერატინის სინთეზს არეგულირებს და აუმჯობესებს. ამიტომ ეს ამ სამი საკვები დანამატის კომბინაცია მიიჩნევა საუკეთესოდ. ნუ თუთიაში დოზირებას აქვს მნიშვნელობა, ან მაღალი დოზა არ უნდა მიიღოთ, იმიტომ რომ შეიძლება გამოიწვიოს სპილენძის დეფიციტი, ამიტომ ნუ 20 მილიგრამი ესე. და D ვიტამინი არის მნიშვნელოვანი. ნუ თუ რკინა, კაცებში რკინის დეფიციტი შედარებით იშვიათია, მაგრამ მაინც შესაძლებელია. ამიტომ აი ეს კომბინაცია სოუპალმეტო, გოგრის თესლის ზეთი, თუთია და D ვიტამინი კაცებში უმეტესწილად იძლევა ეფექტს. ოღონდ არა ძალიან დიდს. ოღონდ არა ისეც, როგორცაც ფინასტერიდი, მაგრამ მაინც ეფექტურია. აქ ახლა კითხვა იქნება კიდე რომ სოუპალმეტო და გოგრის თესლის ზეთი ორივე თუ DHT-ს ამცირებს. ხო არ არის რომ ერთმანეთს გადაკვეთენ და აზრი არ აქვს ორივეს მიღება ან ერთმანეთს ხელს ხვალ უშლენ. არა, ეფექტის ამპლიფიკაცია ხდება. ანუ ეფექტი ორივეს ერთად მიღების შემთხვევაში იქნება უკეთესი, ვიდრე ცალ-ცალკე. ეგ მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს და ისიც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ ადამიანის თითქმის 30%-ს ვისაც თმები ცვივა აქვს თუთის სუბოპტიმალური დონე, ანუ თუთის ნაკლებობა აქვს და თუთის რეგულარულმა მიღებამ შეიძლება 4-8 კვირის განმავლობაში თმის ზრდას ხელი შეუწყოს. არა დრამატულად, მაგრამ მნიშვნელოვნად და შემჩნევადად. რაც შეეხება სოუპალმეტოს, მას შეუძლია 30-40% შეამციროს DHT, რაც რეალურად საკმაოდ დიდი მიღწევაა და ეს შეუძლია შეანელოს მნიშვნელოვნად თმების ცვენის პროცესი და გოგრის თესლის ზეთსაც დაახლოებით 30-40% შეუძლია გაუმჯობესოს 6 თვის განმავლობაში თმების რაოდენობა. ნუ კიდე დამატებითი პოზიტიური მოქმედებებიც აქვს, მაგათ ორივეს, ანთებისაწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ანტიოქსიდანტებს შეიცავენ, ანუ ორგანიზმისთვის ჯამში კარგია და ამას დამატებულია კიდე ის, რომ თმის ცვენასაც ამცირებენ ყველაფერთან ერთად. და ეხლა კიდე უფრო რომ გადავიდეთ უფრო მაღალ ლეველზე და თუ ვიტყვით, რომ თუ არსებობს კიდე უფრო იდეალური გზა რომ თან უსაფრთხო იყოს, თან ეფექტური იყოს და თან კიდე რეალური ეფექტი მივიღო, არა ისე რომ რაღაც. ყველაზე კარგი კომბინაცია ამ დროს იქნება მინოქსიდილი წალსასმენელია, როგორც გითხარით, მიკრონიდლინგი ქვია, კიდე ეს მეთოდია, რომელიც პატარა ნემსებს ურჭოვს, მოკლედ თავში უნდა ურჭობენ ძალიან პატარა ნემსებს, აპარატია, რომელიც ეს თანაბრად აღიზიანებს კანს და ასტიმულირებს ღეროვან უჯრედებს კანში და ასტიმულირებს მე თმების ზრდას და მინოქსიდილის ეფექტურობა ზოგჯერ 4-ჯერ ზრდის. ანუ ეს მიკრონიდლინგ მეთოდია ესეთი, რომელიც იმაზეც იყიდება, ეგენი Amazon-ზე და ესე აპარატებია, ოღონდ ნუ ბრენდირებული და ძვირიანი კარგია და იაფიანი და ისა არ არის ისეთი კარგი, მაგრამ რაღაც ეფექტი ორივეს აქვს. ანუ აპარატებია, რომელსაც გადაიტარებ კვირაში ერთხელ თავზე, პატარა ტრამვას მიაყენებს თავს, პატარა ნემსებს ურჭოვს, მოკლედ ძალიან მოკლედ, ოღონდ საშიშად არ შეიძლება და არც უნდა ურჭობდეს, დასტრესავს მოკლედ თავს, რომ დასტრესავს შეუწყოს მე ზრდას, ეგრეა ზოგადად ადამიანი, რომ სტრესში უკეთესად მუშაობს. და ასევე ლაზერული მკურნალობა არის ერთ-ერთი მეთოდი. ლაზერული მკურნალობა არის ესეთი ისა. აპარატებია ეგენიც, რომელშიც თავს შეყოფ, ან წამოიცმებ თავზე და აქვს სინათლის, წითელი სინათლის გარკვეულ ტალღას უშვებს მოკლედ ეგრე. და აზრი ის არის, რომ ეს ტალღა ასტიმულირებს მიტოქონდრიებს და მეტი ენერგია აქვს მის ფოლიკულებს და უკეთესად მუშაობენ და უკეთესად გამოიმუშავებენ ენერგიას და შესაბამისად უკეთესად იზრდება თმა. ანუ ეგეც ასტიმულირებს თმის ზრდას
მინოქსიდილი ამ შემთხვევაში მინოქსიდი წასასმელი და პლუს აი ეს მიკრონიდლინგი, ანუ პატარა ნემსების ჩამრჭობი აპარატი, ეს კარგი კომბინაცია ერთად, ამას დამატებული სოუპალმეტო, ამას დამატებული გოგრის თესლის ზეთი, დამატებული თუთია, ამ შემთხვევაში იქნება თითქმის იდეალური კომბო და ლაზერულ მკურნალობასაც დავამატებს, თლად კარგი. ხო, ის ნემსების ჩამრჭობი არ შეიძლება ყოველდღე, ის კვირაში ერთხელ, იმიტომ რომ არ არის საჭირო ყოველდღე არ უნდა დააზიანო კანი, რა თქმა უნდა. და ასე შესაძლებელია თითქმის უმეტესი თმის ცვენის მკურნალობა, თუ კი შველადია, თუ არ არის შველადი, რა თქმა უნდა, იმით ვერაფერს ვერ უშლება. თუ შველადია, ეს კომბო მოგცემთ საუკეთესო შედეგს. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, თუ არხის მხარდაჭერა გინდათ და მოგწონთ რასაც ვაკეთებ, მაშინ დონაციები შეგიძლიათ გააკეთოთ აღწერაში მაგ ანგარიშის ნომრები, ვისაც დონაციების გაკეთების საშუალება არ გაქვთ და მოგწონთ არხი, შეგიძლიათ უბრალოდ დალაიქოთ, გამოწეროთ და აკომენტაროთ ნებისმიერი თქვენი აქტივობა არხზე და ეხმარება არხის განვითარებას. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.